მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდით დღეს ვნახოთ ესეთი რამ. ვის შურს თქვენი და ვინ გმტრობთ? ვინ არის თქვენი მტერი? გაშლაში გვექნება ორი ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და ვნახოთ პასუხს დასმულ შეკითხვაზე. აქვე ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაციის გავლა, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ნომერზე 511 13 მწერთ WhatsApp-ში, Viber-ში, ან ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდის Messenger-ში. მას ასე გვექნება ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი მოდით იყოს ფირუზის ქვა და მეორე ვარიანტი მოდით იყოს ვარდისფერი კვარცი. აი ეს გვაქვს ორი ვარიანტი, ფირუზი და ვარდისფერი კვარცი და ვნახოთ ვინ არის თქვენი მტერი და ვინ არის შური, ანუ ადამიანი, რომელმაც ცუდად დაგადგათ თვალი. მას ასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ფირუზი და ვნახოთ ვინ არის ის ადამიანი. თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო. იცით რა არის, ძალიან საინტერესო არის ის, რომ თითქოს თქვენ თავად ძალიან კარგად იცით ვინ არის ეს ადამიანი და რატომ. თქვენ ამ ადამიანისგან ცდილობთ თავი დაიცვათ, ცდილობთ ჩაიკეტოთ, არ მოუშვათ ეს ადამიანი თქვენთან ახლოს. ამ დროს ეს ადამიანი როგორ იქცევა, ხო, ცდილობს რომ აი შემოანგრიოს, კარს თუ არ გაუღებთ, ფანჯრიდან შემოვიდეს, ხო, ესე ძალიან ნაგლად, ძალიან უტიფრად უხეშად იქცევა ეს ადამიანი. შეიძლება კი პირში გიცინით, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ შინაგანად, ინტუიციურად და შეიძლება ისედაც უკვე ძალიან კარგად ხვდებით, უბრალოდ შეიძლება ხელს ვერ ადებთ ამ ადამიანს, კი ბატონო, რატომღაც ხელშეკრული ხართ და ესე პირდაპირ ვერ ადებთ ამ ადამიანს ხელს, რომ ის არის, ვერ ამბობთ შეიძლება საჯაროდ, თორე შინაგანად, გულის სიღრმეში, ინტუიციურად თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ ეს ადამიანი არის თქვენი მტერი და რომ ის ყველანაირ ძალღონეს ხმარობს იმისთვის, რომ შემოიჭრას თქვენს სივრცეში, თქვენს პირად სივრცეში იქნება ეს თუ სამუშაო სივრცე იქნება და იქ რაღაცეები ავურიოს. აი ხა საინტერესოა, რატომ ხართ ხელფეხშეკრული თქვენ და რატო ვერ ამბობთ ხმამაღლა? რატომ ვერ ადებთ ხელს ხმამაღლა ამ ადამიანს? რატომ ვერ ამბობთ? საინტერესო იცით რა არის, რომ შეიძლება აქ საუბარი იყოს კიდევ მამაკაცზე, ხო, ამის მიზეზი იყოს მამაკაცი. შეიძლება მტრობის მიზეზით სწორედ მამაკაცი იყოს თქვენ შემთხვევაში, ეს შეიძლება პარტნიორი იყოს, მაგრამ შეიძლება თქვა თანამშრომელი იყოს, უფროსი იყოს, ხო, თქვენი უშუალო უფროსი საერთოდ და უბრალოდ ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ან არიჯერებს რაღაცნაირად აი ამ ფარულ მტრობას, რომელიც გაჩაღებული აქვს აი ამ კონკრეტულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით, თქვენთან მიმართებაში. ქალია ეს ადამიანი და მთელი ძალისხმევა აქვს მომართული იმისკენ, რომ რამენაერად დაგაზიანოთ თქვენ. იცით რა არის, აი თითქოს თქვენი სიმშვიდის არევა სურს ამ ადამიანს, თითქოს უნდა რომ აი ეს რაღაცა სიმშვიდე წაგართვათ, სიმყუდროვე წაგართვათ, რაღაცა სტაბილურობა წაგართვათ. აი მოდით ნახეთ, ეხლა თუ მაგალითად სამსახურზე არის თქვა საუბარი, ხო, ნუ ან რაღაცა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და აი ამ მიმართულებით არის, ხო, კონკურენტია ის თქვენი, ხო? ასეთ შემთხვევაში, ხო, ის თქვენი სტაბილურობის წართმევას ცდილობს და ასევე შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი იგონებდეს რაღაცა ისტორიებს, სპეციალურად საქმეს აფუჭებდეს, თქვა რაღაცა ტყუილებს ამბობდეს თქვენზე, რომ რამენაერად აი ესე ცუდი ენებით თქვენ უკან წაქციოთ და თვითონ წინ წამოიწიოს. თუ ეს თქვენი პირადი
ცხოვრების მტერია, პირადი ურთიერთობების მტერია, ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი თითქოს თქვენ სარეცელში ცდილობს, თქვენ საძინებელში ცდილობს, რომ შემოიჭრას და ასეთ შემთხვევაში უკვე შეიძლება არ გამოვრიცხოთ ის, რომ თქვათ რაღაცა ცუდ ხერხებსაც მიმართოს, ხომ, თქვათ რაღაცები გააკეთოს და ასე შემდეგ, ხომ? ანუ სიმშვიდე, მშვიდი ძილი რომ დაგაკარგინოთ. აქ თელ მასია საუბარი რომ ხო არა იცით აი ეს კეთილდღე კონფლიქტის შემოტანა უნდა ამ ადამიანს ხო აი პირადთან დაკავშირებით განსაკუთრებით სამსახურის თემა თუ არის ხო აი გამიჯნოთ მაინც იმიტომ რომ რატომღაც ორივე თემა ამოდის ვიღაცასთან შეიძლება ორივე რეზონირებდეს და ეს ერთი და იგივე პიროვნება იყოს რომელიც როგორც ვთქვათ მატერიალურ თემაში იჭრება თქვენთან და ცდილობს რომ გააფუჭოს ყველაფერი ასევე პირადში და ნახეთ ცდილობს რომ კონფლიქტი შემოიტანოს, ცდილობს რომ აურზაური შემოიტანოს და სიმშვიდე დაგაკარგვინოთ და ცდილობს რომ აი ეს სიმშვიდე რომელიც თქვათ აი პირადში რომელიც გაქვთ, ეს სიმშვიდე იყოს დარღვეული, ის კეთილდღეობა რომელიც არის, ხო, ურთიერთგაგება რომელიც არის თქვენ პირად პარტნიორთან თუ თქვენ სამსახურებრივ ურთიერთობებში, აი ეს სიმშვიდე, ეს ამბავი სულ უნდა რომ არიოს და დაარიოს. რა არის? ნუ გასაგებია ხა ბოროტია ადამიანის სხვა მიზეზი კიდევ არ არსებობს ამაზე, ხო, როდესაც სხვისი რაღაცის წართმევა გინდა ეს თავისთავად უკვე სიბოროტეა, მაგრამ მოდით ისეთ რა ვნახოთ, რა არის მაინც მიზეზი, ხო, რა მიზანი აქვს, რა არის მიზეზი ამისი. ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ იცით რა არის, ეს ძალიან ისეთი ამპარტავანი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, ამასთანავე ძალიან ეშმაკუნა არის, ცდილობს რომ აიცით, როგორც ასაღებს თავის თავს, აი მისთვის კიდე ეს დამახასიათებელია ძალიან ესე მკვეთრად, რომ როგორც ასაღებს თავის თავს, ისეთი ნამდვილად არ არის, ხო? ეს იქნება ცოდნა, ეს იქნება გარეგნობა, ეს იქნება მისი შინაგანობა, ანუ ძალიან ფუთავს თავის თავს ძალიან ესე ეშმაკურად და თავს აჩვენებს ხალხს რომ აი რაღაცა სასწაულია და გადასარევია და საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, ხომ? პირველი ეს, ნუ თავისთავად რომ თავისი ეგოს დაკმაყოფილება ჭირდება მას. მე ნუ ერთ-ერთი ჩვეულებრივი გველაძოა, რომელიც უბრალოდ თქვენს წარმატებას და კარგად ყოფნას ვერ იტანს. ეს ადამიანი უბრალოდ ვერ იტანს რომ ვინმე არის მასზე უკეთესად და კიდევ აქ ქალური ამბავი. ამ ადამიანს აი ნამდვილად როგორც ქალს შურს თქვენი მოდით ნახოთ თქვენი პარტნიორისაც ხო ანუ თქვენთან პარტნიორთან კი ბატონო მეტოქეთ აღგიქვავთ თქვენ ხო დიდი სიამოვნებით თუ თვალი არ აქვს დადგმული თქვენს პარტნიორზე აქ თქვენს პარტნიორზე სიამოვნებით დაადგავდა თვალს ნუ როგორც ჩანს აქ რაღაცა სამსახურებრივი ანუ არა მხოლოდ პირადი ანუ რაღაცა კიდევ რაღაცა გადაკვეთა არის რაც მატერიალურთან არის შეიძლება ერთ შენობაში ცხოვრობთ ან ერთ შენობაში მუშაობთ ხომ კოლეგები ხართ რაღაცა საერთო არის შეიძლება არ ვიცი ერთად სწავლობდით იმიტომ რომ რაღაცა მატერიალური თქვენ ამ ქალბატონთან გააქვთ საერთო და ეს ადამიანი ცდილობს ორივე მიმართულებით წაიღოს თქვენგან აი სიკეთეები რაც თქვენთან არის პირადშიც და მატერიალურ ცხოვრებაშიც ამ ადამიანს თქვენ შინაგანად ძალიან კარგად გრძნობთ რომ არის თქვენი მტერი მაგრამ მასზე თქვენ უბრალოდ აი ესე ხმამაღლა ვერ ამბობთ იმიტომ რომ ნუ აი შეიძლება აბუჭეთ აგიგდონ რა სისულელია იმიტომ რომ ნახეთ აქ კიდე რა ეხმარება აი ამ გველაძუას ხო ეხმარება ის რომ ის ძალიან კარგად ნიღბავს საკუთარ თავს აქ თქვენ პარტნიორთანაც თუ არის პრობლემა ხო აი პარტნიორს რო უთხრათ რომ აი ეს რაღაცა ესე არის და ცუდად ერევა ჩვენს ცხოვრებაში და ასე შემდეგ ნუ რა სისულელია და აქეთ შეიძლება შარი მოგდოთ ხო თქვენმა პარტნიორმა რომ რეიფს იგონებ და რატო აბრალებ ადამიანს იმიტომ რომ მას არაჩვეულებრივად შეუძლია შენიღოს საკუთარი თავი მე მგონი ძალიან კარგად მიხვდით შემოკარგებო ვიზეც არის საუბარი და გულის სიღრმეში ყველას გაგიელვათ ხო ვინც არის ეს ადამიანი და რა თქმა უნდა ველოდებით თქვენს გამოხმაურებას პირველ ვარიანტთან დაკავშირებით და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე ვარიანტზე და მეორე ვარიანტი ვნახოთ ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი ვინ არის ის ადამიანი ვისაც შურს თქვენი და ვინც გტრობთ თქვენი მტერი თქვენი მოშურნე ვინ არის ეს ადამიანი
ნახოთ ეხს ადამიანი მეორე ვარიანტში, პირველ ვარიანტში ძალიან კარგად წარმოგვიჩინა თავის თავი, აქ როგორ დაგვენახება, როგორ გამოავლენ საკუთარ თავს, ამასაც ვნახავთ, თუ რამეა დავიხმარებთ მეორე დასტასაც, თუ ძალიან მეორე ვარიანტშიც ისევ და ისევ არის ქალბატონი და კიდევ მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონს ძალიან უყვარს ბევრი სიარული, მოგზაურობა, შეიძლება მანქანით ხშირად გადაადგილდება, ძალიან ბევრს მოძრაობს, მოკლედ ბევრი სამოძრაო აქვს, შეიძლება სამსახურიც ესეთი აქვს, მოგზაურობა უყვარს, შეიძლება სადმე შორს ვერ მიდის, მაგრამ სულ სადღაც არის, შეიძლება რესტორნებში, კლუბებში და ასე შემდეგ. მოკლედ, სულ მოძრაობაში არის ეს ადამიანი და რა თქმა უნდა, ეს ადამიანიც ასევე არის ქალბატონი, რომელსაც ძალიან დიდი წარმოსახვის უნარი აქვს, ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი აქვს, სხვათა შორის ძალიან უვლის საკუთარ თავს, ესეთი მოვლილი, როგორც შეუძლია ისე უვლის საკუთარ თავს და აქაც ისევე როგორც პირველ ვარიანტში ეს ადამიანი არაჩვეულებრივად მიიღბავს საკუთარ თავს, რომ აი ყველაფერი მასთან ძალიან კარგად არის, რომ ის ყველაზე ლამაზია, რომ ყველაზე წარმატებულია და ასე შემდეგ, მაგრამ შინაგანად ეს ადამიანი არის განადგურებული, რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც ის უბრალოდ გაანადგურა. და გაანადგურა რა, მას ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა, რაღაცა ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგა ამ ადამიანმა, რაც მისთვის ძალიან შოკის მომგვრელი იყო და თვლის, რომ ის ასეთ რაღაცას არ იმსახურებდა. შეიძლება იცით რა არის აქ, შეიძლება კიდე იყოს, რომ არა, ნახეთ, ეხლა ძალიან მატერიალურზე წავიდა, მაინც აქ ამბავ. ეხლა ნახეთ. აქ შეიძლება იყოს ესეთი რამე, თუ თქვენი მეუღლე ძალიან შეძლებული ადამიანია და ადამიანია, რომელიც შორიდან ძალიან ჩანს, ხო, შეიძლება ეხლა მილიონერი არ არის და ძალიან შეძლებულიც არ არის, მაგრამ ესეთი სიმპათიური, თქვათ იქ უბანში, ქალაქში, სოფელში რაღაც ესეთი გოგოების გულთამყრობელი იყო და ასე შემდეგ, თითქოს ეს ადამიანი არის როგორ იცით, აი თავისთვის უნდა თქვენი პარტნიორი და მერე თქვენის წართვით და ასე შემდეგ. მოკლედ, აქ რაღაცა ძალიან ისეთი დიდი დაკარგა ამ ადამიანმა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ არ იქაავშენდი, ყველაზე ბედნიერი ვიქნები, მდიდარი ვიქნები, დალხენილად ვიცხოვრებ, სხვების დასანახად აუცილებლად, ხომ, იმიტომ რომ მას ძალიან უნდა რომ დაანახოს, აი ეს მისი სიარულებიც, აქეთ-იქით მოგზაურობა, რესტორნები, სადღაც სტუმრებთ სიარული, შეიძლება ძალიან აქტიური არის ეს კიდევ, არ ვიცი, სოციალურ ქსელებში, ხო, აჩენს იქ რა აქვს, რა არ აქვს, ხო? და რაღაცა ჩაუვარდა კოვზინაცარში ამ ადამიანს და ამას ვერანაირად ვერ ინელებს, მამაკაცი არის საუბარი. ამის შემდეგ არის საოცრად გაბოროტებული, არ დაუვიწყია ეს პიროვნება. თუ თქვენ ფიქრობთ და ეჭვგეპარებათ, რომ თქვენი პარტნიორის ყოფილი გტრობთ თქვენ, ხომ ყოფილი ოდესღაც როდესაც იყო, მაშინ თქვენი ინტუიცია ნამდვილად არ გღალატობთ ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ დიდი შანსია, რომ ასეც იყო. საჯარო გაშლა არის ეხლა ეს, რამდენიმე 1000 ადამიანზე არის შესაბამისად. აქ კონკრეტიკა არანაირად არ გამოვა, ხო, რაღაცნაირად უნდა მოვირგოთ ეს გაშლა მაქსიმალურად, როდესაც უსმენთ, მაგრამ თუ ყოფილზე, თქვენი პარტნიორის ყოფილზე არის საუბარი, დიახ, შეიძლება ეს ასეც იყოს. და სხვათა შორის მას იმედი ეხლაც არ აქვს დაკარგული, რომ სხვადასხვა ხერხებით, სხვადასხვა საშუალებებით იქნებ აი ეს ოქროს ზოდი, რომელიც მან დაკარგა, ისევ დაიბრუნოს და თავისკენ წამოვიდეს. მოკლედ, აი ესეთი პარტნიორის ხარჯზე უნდა მას აყვავება, მკეთილდღეობა, ბედნიერად ცხოვრება, ეს არ გამოუვიდა და ამისგან არის ძალიან გაბოროტებული, მაგრამ ამას არავის არ აჩვენებს და პირიქით ყველა ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, რომ ძალიან მაგრად არის და იცით რაღაცნაირად აი ამ ცირკით, ამ რაღაცა თეატრალური წარმოდგენებით ის უბრალოდ თავს იცავს აი იმ შინაგანი ნგრევისგან, რაც მას აქვს. უბრალოდ ცუდია, რომ ის გაბოროტდა და მან გაკვეთილი ვერ ისწავლა ცხოვრებისგან, აი ეს მაგალითები რაც ჰქონდა, როგორი უნდა იყოს და რომ სხვისი მას არ უნდა უნდოდეს, მაგრამ საქმე რაში აიცით ის თვლის, რომ ეს მას ეკუთვნოდა, რაც წაართვეს და დიდი სიამოვნებით დაიბრუნეს. არა, ეს ადამიანი უბრალოდ დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი მას ეკუთვნოდა.
და ასევე თulis რომ ყველანაირი ესეთი კარგად ცხოვრების და ის სულ სიმდიდრეზე, სულ ფუფუნებაზე, საკმაოდ ხარბი ადამიანი არის, როგორც ჩანს. ხო, რას გერჩით უშუალოდ თქვენ, აი მაინც უნდა ვნახოთ. უბრალოდ ვერ გიტანთ ეს ადამიანი. რას გერჩით კი არა, ეს ადამიანი ძალიან ბევრ ცუდ რამეს აკეთებს. და შეიძლება სამომავლოდაც გააკეთოს ხო დაგეგმილი კონდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენ უბრალოდ გაშავეთ, ეს ადამიანი უბრალოდ თქვენზე შეიძლება ბევრ ტყუილს ამბობს, შეიძლება რაღაცებს ლაპარაკობს კიდევაც, ხო ცდილობს რომ აი ჭორები დაყაროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სადაც არ უნდა წავიდეს, როგორც არ უნდა იყოს, სადაც შეუძლია რომ პირი მოაღოს და რამე ცუდი თქვას და წამოაყანდაოს, ამას აუცილებლად ამბობს. თითქოს იცით როგორ არის აი მისი ცხოვრების კრედო გახდა რომ თქვენ იცით რა არის აი თვითონაც არ დავასრულე წინადადება მაგრამ ეს მნიშვნელოვანია უნდა თქვა თვითონაც მახეში არის თვითონაც მსხვერპლია უკვე იმ სიტუაციის რა სიტუაციაშიც არის მოქცეული და ასევე ცდილობს რომ თქვენც გახდეთ მისი მსხვერპლი რა ხერხებით აპირებს ამის გაკეთებას მოდით ეს ვნახოთ ახლა ჩვენ ფრთხილად იყავით ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ის შეეცდება, იცით როგორ მოსყიდვა არ მინდა რომ თქვა, ჯერ ეს ერთი, ნუ ეს არ გამოვა, ხო? მოთაფლას თითქოს, აი, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი ფული გადაიხადოს რაღაცაში, ხო? ასევე შეიძლება გამონახოს გზები, ხო, რომ მოგაჩვენოთ თავი, არ ვიცი, ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენთან მოახლოვდეს. ანუ მოახლოებას ცდილობს თქვენთან, იმიტომ რომ მას რაღაცისთვის ეს სჭირდება, ეს სიახლოვე მას თქვენთან აუცილებლად სჭირდება, შეიძლება თქვენს გვერდზეც არის, ხო? რომ მერე გაგხადოთ მასზე დამოკიდებული. მაგრამ გაგხადოთ მასზე დამოკიდებული, აი რაში არის საქმე აქ. გაგხადოთ დამოკიდებული და მერე უკვე კონფლიქტებიც გამოიწვიოს, ტვინი აგირიოთ. არ ვიცი, ამ ადამიანს მე მგონი თქვენ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ უმეტესობა თქვენ ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობთ. იცით რა ეს ადამიანის სახეზე, ძალიან კარგად იცნობთ ამ ადამიანს და თითქოს აი მისი იცით აი რაღაცნაირად ну, აიცით, ბოლომდე თითქოს ამოცნობილიც არ არის. რთულია ხო ეს ადამიანზე ხელის დადება, მაგრამ უბრალოდ იცით, რომ არსებობს ესეთი ადამიანი და ეხლა ის ცდილობს, რომ შემოიჭრას თქვენ სივრცეში. ის აუცილებლად ხო, არა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მათ შორის მას შეიძლება თქვათ რაღაცა მაგიაც კი თქვი და ასეთი რაღაცა გამოიყენოს, ხო? არაკეთილსინდისიერი გზებით შეეცადოს, რომ არ ვიცი, დაანგრიოს ის, რასაც თქვენ თქვათ ამდენი ხნის განმავლობაში აშენებდით და რუდუნებით უვლიდით, ხო? აი, სულ ამაზე თითქოს ეფიქრება. აი, იცით ეს ადამიანი შეიძლება, აი, მაგალითად ახლა მე აქ ვახსენე, ხო, რომ შეიძლება თქვენი პარტნიორის ყოფილია, თქვა, არ ვიცი, სკოლის სტუდენტობის სიყვარული ან რაღაცა ეგეთი, ხო? მაგალითისთვის მომყავს, ხო? რომ მე მიხვდეთ მე როგორ უნდა მოირგოთ, ხო? და ამ მთელი ეს პერიოდი ამ ადამიანს, აი იცით ეს ადამიანი რო არსებობდა და მთელი ეს პერიოდი ამ ადამიანს არ განელებია შურის ძიების, იმიტომ რომ თქვენ გადანაშაულებთ ეს ადამიანი, ხო? და თან ვერ იტანს იმას, რომ თქვენ აი თქოს ხალხის სიყვარულსაც უფრო მეტად იმსახურებთ, ხო, რაღაც პატივისცემას და ნაკლები შრომით, ნაკლები გარჯით იმსახურებთ ამ ყველაფერს და მას მთელი შენი ღვები ჭირდება და მთელი სპექტაკლები ჭირდება იმისთვის, რომ აი რაღაცა გამოჩნდეს, დაენახოს, ხო? ხედვადი გახდეს. აი ესეთი ადამიანი არის. მეორე ვარიანტებად თქვენგანაც ველოდები გამოხმაურებას, იმედია გაშლა მოგეწონათ ორივე ვარიანტზე. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი გამომწერები.
რომ უყურებთ ჩემს გაშლებს თითოეული კომენტარისთვის, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და არ გაქვთ მოწონებული ჩემი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ, ძალიან მესიამოვნება და გამიხარდება. რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი. მე ულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.